სახელითა მამისათა დაძისათა დასულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. ამ დღის აღნიშვნა დაწესდა მე-9 საუკუნეში, როდესაც 853 წელს საბოლოოდ იქნა უარყოფილი ხატმებრძოლეობის წვალებლობა და კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბულში, წმინდა სოფიის ტაძრის წინ მოედანზე შეიკრიბა მრავალი ადამიანი, სასულიერო პირები, ერის ადამიანები, დიდებულები და უბრალო ხალხი ცალხელში ეჭირათ სანთელი, ხოლო მეორეში წმინდა ხატი და ამგვარად განეცხადა სამყაროს, რომ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ხატთა თაყვანისცემასთან მიმართებაში და თლიანობაში არის სწავლება ღვთის სიტყვაზე, ქრისტეს სიტყვაზე დაფუძნებული, სწავლება ჭეშმარიტი და ადამიანთა სულის მაცხოვრებელი. იყო უარყოფილი კვლავ ყველა წვალებლობა, რომელიც დაგმო 7 მსოფლიო კრებამ და აი ამგვარად იზეიმეს მართლმადიდებლებმა ხატთაყვანისცემის აღდგენა, დასრულება ხატმებრძოლეობის ეპოქისა, რომელიც თითქმის 120 წლის განმავლობაში აწუხებდა, ტანჯავდა ეკლესიის სხეულს და მთელ იმპერიას აზანზარებდა. დაიწყო ხატმებრძოლეობის წვალებლობა იმით, რომ იმპერატორმა ლეონ ისავროსმა იმ განსაცდელების მიზეზების მოძიება დაიწყო, რომელიც თავს დაატყდა ბიზანტიის იმპერიას. ეს განსაცდელი იყო არაბთა შემოსევა და საინტერესოა ძალიან ძვირფასო ძმანო და დანო, რომ როდესაც ლეონ ისავროსი ახალი ასული იყო ტახტზე, არაბთა მრავალრიცხოვანი ჯარი მოადგა კონსტანტინოპოლის კედლებს და ზღვიდანაც მოადგა მრავალრიცხოვანი ფლოტი და მოხდა სასწაული, ატყდა ძლიერი ქარიშხალი, ხელვა და არაბთა ფლოტი სრულიად იქნა განადგურებული.
და ეს მოხდა იმის შემდეგ, როდესაც შეიკრიბნენ სამღვდელოება და მორწმუნეები და ქალაქს ლიტანიობით უვლიდნენ და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ საგანგებოდ, რომ დაეცვა ქალაქი და მისი მაცხოვრებლები, დაეცვა მართლმადიდებელი იმპერია. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი ზესდა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, რომელიც თქვენთვის ყველასათვის ცნობილი არის, აი ამ დაუჯდომელის კითხვის წესი უკვე როგორც შემწის და განსაკუთრებული დამხმარისა და მფარველის დაკავშირებული არის ამ მოვლენასთან. ამიტომაც დიდი მარხვის მეხუთე კვირაში შაბათს ჩვენ ვკითხულობთ ღვთისმშობლის დაუჯდომელს. იმიტომ რომ ეს მოვლენაც ამ დღეებში, დიდი მარხვის დღეებში აღსრულდა. და ლეონ ისავროსმა იცოდა ამის მომსწრე იყო. ამის შემდგომ გახდა შესაძლებელი უკვე სახმელეთო ჯარების უკუგდება და გადარჩენა დედაქალაქისა და იმპერიისაც. და გავიდა რამოდენიმე წელი და იმპერატორმა დაიწყო ძიება მიზეზებისა, როგორც აღვნიშნეთ, რაში იყო ღვთის რისხვის მიზეზი იმპერიაზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზი იყო ხატების, როგორც კერპების თაყვანისცემა. სრულიად შეუსაბამო დასკვნა. რა თქმა უნდა, თავად იმპერატორი ასეთ დასკვნამდე ვერ მივიდოდა, ვიღაცამ ალბათ მას კიდევაც ხელი შეუწყო, დაეხმარა, მაგრამ ამას მოყვა ის, რომ მისი ბრძანებით საზოგადოებრივი ადგილებიდან, და ჩვენ მოგეხსენებათ, ვიცით, ასეთი წესია საქართველოშიც და მართლმადიდებელ ქვეყნებში, არა მარტო მართლმადიდებელ, არამედ ქრისტიანულ ქვეყნებში ნიშის დადგმა, ხატის დაბრძანება საზოგადოებრივ ადგილას, ქუჩაში თუ მოედანზე, თუ კარიბჭეზე, აი წინათ იყო ქალაქის კარიბჭეს ყოველთვის ამკობდა ხატი, როგორც მფარველი ამ ქალაქისა და აი იმპერატორმა ბრძანა, რომ ყველა საზოგადოებრივი ადგილიდან გაეტანათ ხატები. გაეტანათ ხატები ასევე სხვადასხვა ტაძრებიდან. სახში ხატთა თაყვანისცემას თითქოს არ გძალავდა იმპერატორი, მაგრამ უკვე იმპერიაში იქადაგებოდა, რომ ხატის თაყვანისცემა ეს არის კერპის თაყვანისცემა, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს დიდ შეცდომას. ჩვენ ხატს თაყვანისცემთ იმიტომ, რომ განგვეცხადა ღმერთი. ძველ აღთქმაში ღმერთი განცხადებული არ იყო, არავის უხილავს. ჩვენ კი განგვეცხადა განხორციელებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და მოგეხსენებათ, რომ თავად უფალმა ეფესოს მმართველს გაუგზავნა თავისი გამოსახულება, ხელთუქმნელი, რომელიც იყო მაკურნებელი
და კეთრისაგან განკურნა. ედესოს მართველი. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელმა თავისი ხატი მოავლინა საქართველოში წმინდა მოციქულ ანდრიასთან ერთად და ეს ხატი იყო სასწაულთ მოქმედი. არის დღესაც. და ხატთა თაყვანისცემა და წმინდა გამოსახულების თაყვანისცემა იმ დროისათვის უკვე საყოველთაოდ აღიარებული წესი იყო ქრისტიანთა შორის. წმინდა გამოსახულებები არა მხოლოდ ხატი, არამედ ქანდაკებაც, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ, იყო იერუსალიმში და სხვა ადგილებშიც ქრისტიანული სამყაროსი. ამის შესახებ არის გარდამოცემები, აღწერილობა არის. ძალიან საინტერესო ერთ-ერთი აღწერილობა ეკუთვნის მარტინ ტურელ ეპისკოპოსს. რომელიც მეხუთე საუკუნეს მიეკუთვნება. და აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო იმპერატორის ჩარევამ საეკლესიო სწავლებაში და ეკლესიის ცხოვრებაში გამოიწვია დიდი არეულობა, გამოიწვია ნებათა ღელვა, რამე თუ სახელმწიფო უკვე მისთვის მოცემული ბერკეტებით ცდილობდა დაეწესებინა ხატთა თაყვანისცემის საწინააღმდეგო არასწორი სწავლება. ლეონ ისავროსის შემდგომ მისმა შვილმა კონსტანტინე კოპრონიმოსმა კიდე უფრო გაამწვავა და გააღრმავა ეს ცდომილება. მან საერთოდ წმინდანთა თაყვანისცემაზე უარის განცხადება მოისურვა. წმინდა ნაწილების გატანა ბრძანეს ტაძრებიდან, იგრძელებოდა წმინდათა ნეშტის თაყვანისცემა, მათი საფლაების მოლოცვა და მიახლება როგორც სიწმინდესთან. აი ამგვარად გაღრმავდა ეს წვალებლობა და მან მიიღო რეპრესიული სახეც. რამე თუ მორწმუნე ერი და განსაკუთრებულად კიდე მონაზნობა წინ აღუდგა ამ უსჯულო სწავლებას. ეკლესიის დიდი მამები იოანე დამასკელი, თეოფილე, თეოდორე სტუდიელი და სხვანი მამხილებელ ეპისტოლეებს უგზავნიდნენ მორწმუნე ერს და აი ამ წვალებლობის დროს მივიდა იქამდე საქმე, რომ საერთოდ მონაზნობა იმპერიაში გამოცხადა არა სანდოდ. გამოცხადა მოწინააღმდეგეთ იმპერატორის ხელისუფლებისა. ისტორიას ასეთი მაგალითები ახსოვს ძვირფასო ძმანო და დანო. ასე იყო
ინგლისში რეფორმაციის პერიოდში, ასე იყო გასაბჭოების დროს საბჭოთა კავშირში და საქართველოში განსაკუთრებული ძალით იდევნებოდა მონაზნობა და მონასტრები და ტაძრები იხურებოდა. და ხარბთაყვანის მებრძოლეობის წვალებლობა გაგრძელდა, როგორც აღვნიშნეთ, თითქმის 120 წელი. კი შედგა მეშვიდე მსოფლიო კრება 787 წელს ნიკეაში. იყო საყოველთაოდ განცხადებული ხატთა თაყვანისცემის ჭეშმარიტება, სიწმინდეების თაყვანისცემა და პატივი მადამი, მაგრამ ვერ იქნა აღმოფხრილი და დაძლეული ის დამპალი მარცვალი, რომელიც ჩაგდებული იყო იმპერატორების არასწორი და თვით სჯული დამოკიდებულებით ეკლესიისადმი. კიდევ თითქმის 60 წლის მანძილზე გრძელდებოდა დევნა ეკლესიისა, დევნა მონაზვნებისა, სასულიერო პირების და მორწმუნე მრევლის, დევნა ხატებისა და სიწმინდეებისა. და მხოლოდ უკვე 853 წელს წმინდა დედოფალ ირინეს ტახტზე ყოფნისას გახდა შესაძლებელი, რომ ეს წვალებლობა ყოფილიყო დაძლეული საბოლოოდ ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში, ყოფილიყო დაძლეული კონსტანტინოპოლში. რა თქმა უნდა, იმ დროსაც რჩებოდა ადგილები, სადაც სიწმინდეს ინარჩუნებდნენ და სწორ სწავლებას. ასეთი იყო რომი, ასეთი იყო ყირიმი და ასეთი იყო საქართველოც, ძვირფასო ძმანო და დანო. საქართველოში იგზავნებოდნენ სასულიერო პირები ხელდასხმისათვის და იმ პერიოდში, როდესაც აკრძალული იყო ტაძრების მოხატვა წმინდა გამოსახულებებით, საქართველოში ყვავის კედლის ხატრობა მონასტრებში და ეკლესიებში. გარეჯის უდაბნო და სხვა ჩვენი ტაძრები ამ პერიოდისა მათი მხატვრობა ამის მაჩვენებელია. ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, აი დღევანდელი დღე ეს არის კიდევ ერთი განცხადება ეკლესიის მიერ, თუ რაოდენ საჭირო არის ჭეშმარიტი სწავლების გაზიარება, მისი მიმდევრობა. მართლმადიდებლები ამიტომაც გვეწოდება მართლად ღვთისმადიდებლები. ანუ მართლად
ეკლესიის სწავლების მიხედვით, დოგმატური სწავლებისა, წმინდა მამების სიტყვის მიხედვით და ასევე მართლად მადიდებლობა მოიცავს ცხოვრების წესად ძვირფასო ძმანო და დანო. ორივე ერთად არის შეერთებული სარწმუნოება და ცხოვრების წესიც. და ამგვარად შეიძლება ადამიანს ეწოდოს მართლმადიდებელი სრულიად ღვთის წინაშე, რასაც ქვია, რომელიც უფალს ადიდებს სწავლებითა და სარწმუნოებით და ცხოვრებით. და დღეს ამიტომაც არის ზეიმი ყოველთა მართლმადიდებელთა ზეიმი მოზეიმე, ანუ ზეციური ეკლესიის და ეკლესიის მებრძოლისა, მიწიერის, რომლის წევრები ვართ ჩვენ 21 საუკუნეში. ეს დღესასწაული არის ყველა ეკლესიის, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის, ყველა მორწმუნე ადამიანის, ბრევლის წმინდა ეკლესიისა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ძვირფასო ძმანო და დანო ეკლესიის წიაღში ყოფნა. ზოგჯერ ჩვენ გვესმის სიტყვები, რომ რა საჭიროა ეკლესიურობა, მე ისედაც მწამს, მე ჩემთან სახლში მაქვს ხატები და იქ შემილია ვილოცო, თავარია ცუდი რამე არ გავაკეთო. არა, ძვირფასო ძმანო და დანო, ეს არ არის სწორი აზრი. ეკლესია არის ქრისტეს ცოცხალის სხეული. ცოცხალ სხეულს ყველაფერი ახასიათებს, ტკივილიც, მწუხარებაც, დაღლაც. და ამავ დროს ეს სხეული არის განდიდებული თავად ქრისტეს მიერ. ამ სხეულში მოქმედებს მადლი სულისაწმინდისა, თავად სულიწმინდის ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი მძღვანებლობს ქრისტეს ეკლესიას. და ჩვენ ასონი ვართ ამ ეკლესიისა. ეს ასო ზოგჯერ დაავადებას დაექვემდებარება, დასნეულდება, ზოგჯერ დაიღლება, ზოგჯერ ზედმეტად ემოციურიც ხდება, მაგრამ ყოველთვის ქრისტესთან ერთად არის და ხვდება თავის არასწორობას კვლავ და კვლავ ქრისტეში. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ქვაზე ზედა დავამტკიცო ეკლესია ჩემი, ანუ კრებული ჩემი, კლდესა ზედა დავამტკიცო და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო. აი კრებული ქრისტესი, ანუ ეკლესია არის დამტკიცებული კლდეზე და ეს კლდე არის თავად ქრისტე, ძვირფასო ძმანო და დანო. და ვიდრე მეორედ მოსვლამდე ამ კრებულის წინამძღოლი, თავი, პატრონი, შემწედა მფარველი არის ქრისტე და ქრისტესთან ერთად ყველა წმინდანი, ვინცაც მისი სახელით უცხოვრია და განუდიდებია ქრისტეს სახელი
თავისი ცხოვრებით თუ მოწამეობით თუ ამსარებლობით. ამიტომაც აი დღევანდელ დღეს ჩვენ გამოვაბრძანეთ ჯვარი, რომელშიც არის ჩაბრძანებული 40 წმინდა ნაწილი. ლიტურგიის დასასრულს მე წაგიკითხავთ, რომელი წმინდანების ნაწილი არის და აი დღეს ჩვენ ვზეიმობთ მათთან ერთად ყოველთა მართლმადიდებელთა დღესასწაულს და ვამბობთ, რომ გვინდა ჩვენი პირადი სიცოცხლის ამ წუთის სოფელში ბოლომდე და საუკუნეთა დასასრულამდე ვიყვათ ეკლესიის წევრები ერთგულად და ჭეშმარიტად მადიდებლები უფლისა. ამინ. მერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ. ჩვენთან არის ღმერთი.